ტროტუარზე პროტესტისთვის დაწყებული სამართალწარმოება მოსამართლემ შეწყვიტა. ამის შესახებ გიორგი წულაიამ საქალაქოდან ზარით გაიგო. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს ციხეში გაშვებას ანტიკონსტიტუციური კანონით უპირებდა. ტროტუარზე პროტესტის გამო ივანიშვილის პოლიციამ ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ გამოუცხადებია. საქმეების განხილვა დღეს განახლდება. როგორ ხსნის მოსამართლის გადაწყვეტილებას თავად აქტივისტი ნანო ჩაკვეტაძე უერთდება ფორმულას ეთერს. ქართული ოცნება ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო მოქალაქეების გასამართლებას ისევ განაგრძობს. მომდევნო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დემონსტრანტის ადმინისტრაციული საქმის განხილვაა ჩანიშნული. ტრადიციულად მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვიდრე მოგიყვებით ამ დემონსტრანტებისა და მათი ადმინისტრაციული საქმეების შესახებ, იქამდე გეტყვით სწორედ გიორგი წულაიას საქმეზე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის გიორგი წულაიას ადმინისტრაციული საქმე უკვე შეწყვეტილია. ამის შესახებ მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, როგორც გიორგი წულაია ფორმულას უყვება, მას დავით მაკარიძემ მიიღო მის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ მისი ადმინისტრაციული საქმე განეხილა ზეპირად და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის წარმოება საერთოდ აღარ უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად მისი სასამართლო პროცესიც აღარ ჩაინიშნება მომდევნო დღეების განმავლობაში. როგორ ხსნის გიორგი წულაია მაკარიძის ამ გადაწყვეტილებას, სისტემის ამ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ. ეგრეთ წოდებულ ტროტუარების საქმეზე 29 დეკემბერს ჩამენიშნეს პროცესი, თუმცა გადადეს გაურკვეველი დროით. შემდგომ უკვე 8 დეკემბერს დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა, რომ მოსამართლე დავით მაკარიძემ იმჯელა ზეპირად ჩემი საქმის შესახებ განიხილა და გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩემს წინააღმდეგ საქმის წარმოება. ეს იყო კიდევ ერთი უსუსური და წარუმატებელი მცდელობა ქართული ოცნების თავისუფლებისთვის, საქართველოს ეროვნული და ევროპული ინტერესების დამცველი ადამიანები გაენეიტრალებინა და გაეჩერებინა, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ თავგანწირის, უდრეკობის, ერთიანობის და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი. სრული ქაოსი აქვს დღეს ქართულ ოცნებაში. უკვე აღარ იციან რას ეკეთებენ, რა კანონები შემოაქვთ, ამ კანონებს რა შედეგები მოაქვს და საერთოდ რა ხდება მათ თავს და ვეღარ გაიგეს რა გააკეთონ. რა გადაწყვეტილება გამოიტანან. შესაბამისად, ვიცით, რომ გუშინ გიორგი წულაიას შეუწყვეტა საქმის წარმოება, რაც ძალიან საციხარულო არის და რაც იმას მოწმობს, რომ ამ რეჟიმის პირობებშიც კი შესაძლებელია, რომ სასამართლოს მოსამართლებმა რაღაცაებზე ხელი არ მოაწერან. მგონია და მაქვს მოლოდინი იმის, რომ დღეს ჩემს შემთხვევაშიც ან შეჩერდება საქმის წარმოება, ან გადაიდება რაღაც გაურკვეველი ვადი. ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმეები იმდენად აბსურდულია, რეჟიმის მომსახურე მოსამართლეებიც კი ამას ხელს არ მოაწერენ. სწორედ ასეთია დემონსტრანტების პოზიცია. როგორც გითხარით, რამდენიმე დემონსტრანტი სასამართლო პროცესსა და შესაბამისად მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას უელით დღეს 2 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ანი ახმეტელის გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის საქმეზე მოსამართლე. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში ჩანიშნულია 6 დემონსტრანტის სასამართლო პროცესი, ყველა მათგანს ტროტუარზე დგომასა და პროტესტის გამოხატვას ედავებიან.